ესე იგი იმდენი ხანი გვალდინებენ, იმას რო კლავდნენ, ანუ ვერ გადარჩებოდა შანსი არ არის. ალო. დიახ. ალო ბატონო, მადლობა ლოდიდით. დიახ. ანუ ვაკითხები ჩადრე ვარ თანა. დიახ. კარგი, გადაცემულია ბატონო. გასაგებია, მაგრამ ნახევარსაათი გავიდა და ხა, რა ვიცი, მე მგონი ცოტა უფრო ოპერატიული უნდა იყოს, ხო? პატრული, რომელთაც ამაყობს ხელისუფლება. დიახ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სწრაფად ვცდილობთ გაიგო. კარგი, ჯერ გელოდებით. ჯანსაღია. მაგრამ ამ ხეს აბას ერთი მწვანე მასა მაჩვენის სადა. გატანილი გავდა გადაყრილი. აგერა, აი. ეს დატოვეთ რამოდენიმე ხმელი ტოტი. დასანახად დატოვეთ რამოდენიმე ხმელი ტოტი ჯანსაღი. ამას ამდენი ტოტი იქნებოდა მეტი არა? მაგას რომ მე დავამკისო რომ მაგი ყველა ხმელი. კომისიის დასკვნითო დავიმკისო, ეგ და არა შედის ლაპარაკი. და სანდაი დასკვა მანახე. რომელიც შეიძლება გაყალბებული იყოს, მაგრამ მანახე ის არა გაქვს ხელში. ის არა გაქვს ხელში. უგულავა და სააკაშვილო ბაღებს შეხავენ თქვენი ხელით. ამის გამო პასუხს აგებთ აუცილებლად. უნებართოთ, არც ხმელი არ შეგეძლო მოგეჭრა სხვათა შორის. მაგდენ კი უნდა იცოდეთ იმდენ ხეები გაგაჩეხინეს. ხმელ ხეებზე არ უნდა ნებართო. ხმელი რო არის? თუ არის? იმაზე უნდა იყოს დასკვნა, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ. და ჩადიხართ დანაშაულს. სად არის დასკვნა? რა დანაშაული ჩავდივარ მაგალითად. რო დასკვნის და ნებართვის გარეშე, დასკვნის და ნებართვის გარეშე ჭრი ხეს, მათ შორის ჯანსაღს. დაავადებული ხე მოვაშორე. მათ შორის ჯანსაღებს, რომელია მაჩვენე ერთი. აი იქით საიდანაც მოვედი ჩვენ. მაგრამ მაინც იმას დაადე ხე. გამიშო ის ხო იყო ჯანსაღი, ესე იგი აღიარე. ერთი წუთი ის რატომაც ამოვიდეს, ზოგი ახმარია, ზოგი ჯანსაღია. ჩვენ ჯანსაღები გადავიღეთ და დამხარით არის. აი ის ჯანსაღი. ზოგი ერთი ხე არის გამხარი, მაგრამ მთელი ვაკის პარკი ამის გამო არ უნდა გაჩეხოთ. არა. და დასვლის გარეშე არც ხმელი, არც ხმელი მოჭრილა, ტოტი არ მოჭრილა. უამრავი ნედლი ხეა ტოტი არ მოჭრილი. მოჭრილა. ეს და ეს გამგეობა არ იგულება. გამგეობა და თბილისის გამწვანების ამსახური. რომლის დასკვნა? ხმელი ხეებია. სად არის დასკვნა? ხმელი არ არის და თან დასკვნა არ აქვს, რაც შენ დაღიარე. აბე, ამხას აღიარე. დასკვნა რა, ხმელ ხეზე რა დასკვნა? დასკვნა უნდა იყოს ხმელია და მოსაჭრელია. ხმელია. დასკვნა მანახე. დასკვნა მანახე. ამდე არა გქლება, გაჩერდე ხო. გამარჯობათ. უკვე 1 საათია პრაქტიკულად გამოვიძახეთ ჩვენ პატრული ვაკის თავში ხეების შრის თაობაზე. უნებათო დიწყება ხელად წარმოადგენს დანაშაულს და სამწუხაროდ პატრულის ჯგუფი ამ მომენტამდე არ მოსულა და რა შეესახება? პირდაპირ მოვალეობა პატრულის, იმიტომ რომ სამართლის კოდექსის 303 მუხლის დარღვევასთან გვაქვს საქმე. და დალოდების საათები როდემდეა უკაცრავად? მე გადავცემ რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს რეაგირება. იმიტომ რომ 1 საათი გავიდა და ეხლა ესე ხომ არ არის რა? ჩვენ კი ვიცით რომ ხელისუფლების დაკვეთით იჭრება რა თქმა უნდა და უკანონო ბრძანების საფუძველზე, მაგრამ ფორმალურად მაინც შეინარჩუნეთ სახე და თქვენი მოვალეობა. კი ბატონო, მე გადავცემ ერთხელ კიდევ. კარგით. ვაპროტესტებთ უკანონო ხეების მოჭრას, რადგან პარკში იმიტომ შემოდის მოსახლეობა, რომ ჩაისურთოს ჟანგბადი და თითეული ხის მოჭრა არის ჟანგბადის შემცირება პარკში და ეს არის სრულიად უკანონობა. თან არც ნებართვა არ ქონიათ, როგორც გავიგეთ ხისჭრელებისგან და ეს იმას ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის სრულიად უსამართლო ამ თითოეულ საკითხში. რა ვფიქრობ და ერთ-ერთი ბაღია, პარკია ვაკეში, რომელშიც შეიძლება ბავშვები ასეინო და ხალხი გამოდის დასასვენებლად ისვენებს ერთობა და ერთ-ერთი პარკიდან მოუსწეს ყველანაირი საშუალება ხალხს რომ ბავშვებს რომ ისეინო და სუფთა ჰაერი ჩაყლაპო. ხმელი ხეები იჭრება. და თბილისელებისათვის კიბოს გაჩენის სამსახურად პირდაპირ შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ისინი დაკავებული არიან მთელი თბილისის ტერიტორიაზე, უნებართოთ მათ შორის აბსოლუტურად ჯანსაღი ხეების შრით. ასეთი სიტუაცია ახლა ხედავთ თქვენ ვაკის პარკში, სადაც ყოველგვარი ნებართვის დასვლის გარეშე იჭრება ათობით ჯამთელი ხე, არის მოჭრილი რამოდენიმე გამხმარი ხე შირმისათვის, რათა ითქვას, რომ თითქოს და მხოლოდ ავადმყოფები იჭრება, სინამდვილეში ჯანსაღი ხეები მასიურად არის გაჩეხილი და აპირებენ ამის გაგრძელებას. ჩვენ მოუწოდეთ ადგილობრივ მოსახლეობასაც, რომ ჩაერთოს საკუთარი ფილტვების, ვაკის ფილტვების გადარჩენის საქმეში, რომელსაც ქვია ვაკის პარკი, ვინაიდან ამ ხეების დატვირთვა და ღირებულება არის არა მარტო ესთეტიური, არა მარტო სულიერი სამყაროს მნიშვნელოვანი, არამედ თითოეული ადამიანის გადარჩენისათვის და ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი გვირგვავს ყოველდღიურად.